სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა 15 თვის ნაცვლად 12 თვიანი იქნება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონში შედის, რომლის ავტორიც მთავრობაა. ხელისუფლების მიერ პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით 12 თვიანი ვადა იმ პირებზეც გავრცელდება, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2012 წლის 7 მარტის შემდეგ გაიწვიეს. წევა მიღებული მაქვს, ხელიც მოწერილი მაქვს 25 მარტს უნდა ავიდი ადიგენში და 26 მარტს მივდივარ თბილისში. და თუ არ დამბრაკეს მივდივარ ჯარში. ჩემთვის უკეთესი იქნება რომ ჯარი გახდეს ერთწლიანი, იმის მერე მე ვაპირებ კონტრაქტზე გადასვლას და თუ იქამდე კონტრაქტის ვარიანტი შემოვა რომ სავალდებულო აღარ იყოს და კონტრაქტი იყოს, ჯობია ჩემთვის მაგალითად. მოქმედი კანონმდებლობით წვევამდელ სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება თუ ის არის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე 20 წლის ასაკამდე. ასევე გაწვევის გადავადების საფუძველია საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა. ადგილობრივი ახალგაზრდები მთავრობის ინიციატივას სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით დადებითად ხვდებიან. კარგია რომ ერთწლიანი გახდა და 4 წლის მერე მომიწევს და უკეთესი იქნება თუ ერთწლიანი იქნება. ჩემი აზრით სრულიად საკმარისია ერთწლიანი რო გახდა ჯარი. ანუ მაინც მოასწროს ადამიანი დაიუფლოს იმ ეს ჯარი გაიაროს სრულყოფილად რა ამ ერთ წელიწადშიც მოასწროს. და ჩემი აზრით კიდევ უფრო უნდა გამარტივდეს ეს და სრულის მიხედვით უნდა იყოს. და კონტრაქტზე თუ გადავა უფრო უკეთესი იქნება. მთავრობის განმარტებით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პრაქტიკა ადასტურებს, რომ 12 თვიანი ვადის 15 თვემდე გაზრდამ გაწვეულ პირთა მომზადების დონის არსებითი გაუმჯობესება ვერ უზრუნველყო. შესაბამისად, დამატებით 3 თვის განმავლობაში წვევამდელთა მომზადებისთვის ფინანსური, ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსების გამოყენება არა მიზნობრივად იქნა მიჩნეული. ჩემი აზრით არ იყო ეს დიდ არაფერს არ აძლევდა მომზადებას იმდენს, რასაც იყო ხარჯთან დაკავშირებული და ესე იგი მომზადებას იმ დონეზე მაინც 3 თვეში ვერ ღებულობდა ეს წვევამდელი და 12 თვეში მოესწრება ის და ის არის 3 თვე ბევრი არაფერს არ ნიშნავდა ჩემი აზრით ეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 15 თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაკანონება აუცილებლად 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდეგ მიიჩნია. განმარტავს ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც 2012 წლის ოქტომბრამდე თავდაცვის ეროვნულ აკადემიასა თუ ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა. ტარიელ ლონდარიძის თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებული იყო, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის გაზრდას მოითხოვდა. ეს გადაწყვეტილებაც ამის გამო იქნა მიღებული. მისივე განმარტებით აღნიშნულის გარდა დამატებით 3 თვეში ჯარისკაცები საბრძოლო მომზადებას გადიოდნენ. 1 წლის შემდეგ კი შეიარაღებულ ძალებს საშუალება ეძლეოდათ კარგად მომზადებული სამხედრო მოსამსახურე ჰყოლოდათ. დეპუტატი ახალი ინიციატივის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს. ინფორმაცია დადებითი თუ კი კვლავ შეიარაღებული ძალები უბრუნდება პროფესიულ არმიას, მაგრამ საფრთხე კვლავ მოხსნილი არ არის. შესაძლებელია თავის სამინისტროს ან დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული აგრესიისგან დაცული არის დღეს ქვეყანა და რუსეთისგან გარკვეული კომისარშეობა აღარ მოგველის და რაღაც აგრესია არ ხორციელდება. აქედან გამომდინარე, რომ თუ საშუალებას იძლევა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებმა კვლავაც მოახერხოს პროფესიულ არმიის ხელახალი მთლიანი სრულყოფილი ჩამოყალიბება, ძალიან კარგი იქნება. საქართველოს მასშტაბით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა წლის განმავლობაში 2 ეტაპად მიმდინარეობს. მთავრობის ცნობით საგაზაფხულო და საზემოდგომო გაწვევისა და მისი დასრულების დრო ერთმანეთს არ ემთხვევა და 15 თვიანი ვადის შემთხვევაში წლის ერთსა და იმავე დროს წვევამდელთა როტაცია ვერ ხერხდება. აღნიშნული პროცესის დაგეგმვა და მართვა ხელისუფლებას ნაკლებად ეფექტიანად მიაჩნია.